ჩვენ ხედავთ ამ სახელწოდების მარში 3 საათში თბილისში გაიმართება მოქალაქეები მეტროს სამედიცინოსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართულებით სწავლენ. ეს არის უწყება, რომლის ხელმძღვანელით სანქცირებულია მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ და ხელსაფარებს დამნაშავეებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდეგ მარშის მონაწილეები სუსის შენობასთან გადაინაცვლებენ. ლიზი ვეკუა დეტალებით უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, ჩვენ ხედავთ ამ სახელწოდების მარში ზუსტად 3 საათზე აიღებს სტარტს სამედიცინოს მეტროს თან, საიდანაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები გადაინაცვლებენ თავდაპირველად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. როგორც მოქალაქეები, ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ეს ლოკაციები არ არის შემთხვევით შერჩეული და სწორედაც რომ მაშინ, როდესაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ატარებენ ქართული ოცნების პოლიტიკას და არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას შესაბამისად და აუცილებელია რომ პროტესტმა მათთანაც გადაინაცვლონ და მათაც გააგონონ თავიანთი პროტესტის ხმა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს სამოქალაქო აქტივისტებმა ეს ლოკაცია. ასევე მოქალაქეები ამბობენ იმასაც, რომ აუცილებელია რომ საპროტესტო აქციებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლონ სხვა ლოკაციებზე იმისათვის, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და ასევე გააჟღერონ თავიანთი მოთხოვნები. ერთობის მარშალს დასდევს თან ახალი მოთხოვნა, რომელიც ეხება არალეგიტიმური მთავრობის გადადგომას და ასევე ის ორი მთავარი მოთხოვნაც გაჟღერდება, რომელიც უკვე 170 დღეზე მეტია ისმის ქალაქის ქუჩებში. ეს არის რომ ჩაინიშნოს ხალხალი არჩევნები და ასევე გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. რუსთაველის პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ცნობიერებთ იმას, რომ ეს არ არის საკმარისი რაღაცნაირად საღამოს რუსთაველის გადაკეთებას თითქოს შეეჩვია ხო რეჟიმიც ოცნებაც და დისკომფორტს არ უქმნის მაინც და მაინც. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტულად იმ სტრუქტურებთან მივიდეთ ხოლმე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის ფორმირებაში, ტერორში, ძალადობასა და ასე შემდეგ, რითაც ცდილობს ქართული ოცნება ჩაახშოს პროტესტი, შესაბამისად რაღაცნაირად თარგეტირებულად, მოკლედ მივდივართ ამ უწყებებთან. ასე რაღაცნაირად მნიშვნელობის მიხედვით, ხო, პროკურატურა შესაძლოა და ასე შემდეგ. და გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სტრუქტურებთან მისვლით ჩვენ გავდივართ სხვადასხვა უბნებში, შესაბამისად მივდივართ იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლა ქუჩაში არიან, ბევრს გონია რომ პროტესტი აღარ გრძელდება და შესაბამისად შეგვაქვს სხვადასხვა უბანში ეს პროტესტი. მეტროს სამედიცინო უნივერსიტეტთან შევკრიბებით და მივალთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და სუსთან, იმიტომ რომ ყველას საჩუქრად დაგვიზიანეს, დაგვიშავეს ყველაფერი და არავინ არ დასჯილა ამ ყველაფრის გამოყავს უამრავი დამნაშავე სპეცრაზმელი, უამრავი დამნაშავე პოლიციელი, რომელიც ერთი ადამიანის კი არ არის დასჯილი ადამიანების ცემისთვის და წამებისთვის. ასევე სუსი, რომელიც დაყვება წინ და უკან, ყველგან სადაც სწავლობთ, ყველგან გვიყურებენ და ჩვენი სათქმელი იქნება, რომ თუ სუსი დაყვება და ყველგან გვიყურებს, ჩვენც აუცილებლად ხედავთ და გიმახსოვრებთ. მივდივართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, იმიტომ რომ ის არის ერთ-ერთი უწყება, რომელსაც ემყარება რეპრესიული რეჟიმი, კერძოდ არ გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წამების არც ერთი ფაქტი და ამაზე მას ცხადია სჭირდება პასუხი. ასევე მივდივართ სუსთან, ვინაიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა. დღეს ერთობის რიგით მეოთხე მარში გაიმართება. აქამდე მოქალაქეების გასულ კვირებში იყვნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პროკურატურასთანაც და გასულ კვირას ისინი იმყოფებოდნენ ამერიკის საელჩოსთანაც, სადაც მათ მეგობარ აქტის მიღებისთვის გადაუხადეს მადლობა. მეგობარს დღევანდელი ლოკაცია, როგორც უკვე გითხარით, არის სამედიცინოს მეტრო, შეკრების დრო არის 3 საათი. მოქალაქეები შეიკრიბებიან სამედიცინოს მეტროსთან და გადაინაცვლებენ თავდაპირველად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, შემდეგ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც.